საფარქვეშ ჯონ ბევირი თავი მეხუთე ურჩობის შედეგები პირველი რწმენა და მორჩილება განუყოფელია რადგან მორჩილება ნამდვილი რწმენის ნიშანია ურჩობას მრავალი შედეგი აქვს ისინი ყოველთვის ამოსაცნობი ან აშკარა არ გახლავთ მაგრამ დანამდვილებით მოვა ისევე როგორც დათესილი თესლი მოიმკის მოსავალს ჩვენი სულის მტერი ყველანაირად ცდილობს ამ ცოდნის ჩვენგან დაფარვას იმ იმედით რომ მორჩილებას ზედაპირულად მივუდგებით და მის მაცდურ ხრიკებს ავყვებით ზოგიერთი ადამიანი ქვეცნობიერად ფიქრობს რომ დაუმორჩილებლობის ნებისმიერ შედეგს მისი გადაწყვეტილების მეყსეული სარგებელი გადაწონის გაოცებული ვარ რამდენად არის გავრცელებული ამ მაცდური და მომაკვდინებელი აზროვნების პროცესი ეს გახლავთ ურჯულოების საიდუმლო ანუ ფარული ძალა ჩემი წრფელი იმედი და ლოცვაა რომ მომდევნო სამმათავმა თქვენს გულში მტკიცე გადაწყვეტილება წარმოშვას რომ არასოდეს ეთამაშოთ დაუმორჩილებლობას ადამის წეები თავდაპირველად ადამის პირმშოთი კაენით დავიწყებთ კაენი პროფესიით მიწათმოქმედი იყო მისი ძმა აბელი რომელიც მის შემდეგ დაიბადა წყემსი გახლდათ წმინდა წერილი გვეუბნება რომ გარკვეული დროის შემდეგ კაენმა მიწის ნაყოფი მიუძღვნა უფალს ხოლო აბელმა ფარის პირმშო ბიბლიიდან ვიგებთ რომ გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ცხენს კაენსა და მის ცხენს არ გადმოხედა უფალმა დაბადების მეოთხე თავის მეოთხე და მეხუთე მუხლი სხვათა შორის მინდა გავიხსენო ერთი ნაკლოვანი გამოთქმა რომელსაც ეკლესიაში ხშირად გაიგონებთ ღმერთი მიგიღებთ ისეც როგორიც ხართ ეს მართალია მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება ღმერთი გვიღებს ისეც როგორიც ვართ თუ ვინანიებთ მიუყენეთ ხსენებული გამოთქმა ანანიასა და საფირას ცხოვრებას არ გამოდის ისინი დაიხოცნენ საქმეების მეხუთე თავის პირველი მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით ღმერთმა არ მიიღო კაენის შესაწირი უფრო მეტიც მან თავად კაენი არ მიიღო კაენის მიუღებლობა არ ნიშნავს რომ ის სამუდამო უარყოფისთვის იყო განწირული მაგრამ ღვთისგან უპირობო მიღების თანამედროვე თეოლოგია არასწორია ფაქტობრივად ეს საშიშიც გია რადგან გულში არ გვიტოვებს უფლისადმი მოკრძალებას უფლის შიში გვიცავს და ცოდვისგან თავის შორს დაჭერას გვაიძულებს ანანიასა და საფირას სიკვდილის შემდეგ ბიბლია გვეუბნება დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა ვისაც ეს ესმა საქმეების მეხუთე თავის მე-11 მუხლი ამის შემდეგ დაუმორჩილებლობა დაუდევრობის საგანი არასოდეს გამხდარა მეტი შესაბამისობისთვის ადამის ორი ძის ამბავს ცოტათი გავათანამეტროვებ მისი ძეები გაიზარდნენ სახლში სადაც უფლის სახელს უხმობდნენ ორივე მოუტანა ღმერთს შესაწირი რაც მათი ცხოვრების გამოხატულება იყო ბიბლია ამბობს რომ ჩვენი სხეულები უნდა შევწიროთ ღმერთს ცოცხალ მსხვერპლად რომაელთა მე-12 თავის პირველი მუხლი ღვთისწინაშე მოტანილი შესაწირი მის მიმართ ჩვენს მსახურებას წარმოადგენს ამრიგად ჩვენ არ ვლაპარაკობთ აბელზე რომელიც ღმერთს ემსახურებოდა და კაენზე რომელიც მას არ ემსახურებოდა კაენი სულაც არ დადიოდა კაზინოებში სტრიპტიზის ან სხვა სახის ბარებში რითაც თავს არიდებდა საეკლესიო მსახურებებზე დასწრებას ნუ აურევთ კაენს ადამიანში რომელსაც ღმერთთან საქმის დაჭერა საერთოდ არ სურს ორივე უნდა ჩაითვალოს მორწმუნედ რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა აქვს ორივე ძმა გულმოდგინედ შრომობდა რომ თავისი შრომის ნაყოფი უფალთან მიეტანა ფაქტობრივად თამამად შეიძლება ითქვას რომ კაენი აბელზე მეტადაც მუშაობდა ბევრი არაფერი ვიცი მიწათმოქმედებასა და მწყემსობაზე მაგრამ იმდენი კი მესმის რომ ვამტკიცო მიწათმოქმედების სირთულე თუმცა მწყემსობაც სამუშაოა მწყემსის მოვალეობაა დილას და საღამოს მიხედოს ფარას მაგრამ შუადღის ხვატში შეუძლია ხისძირას წამოწვეს და გამაგრილებელი სასმელი წრუპოს მიწათმოქმედება უფრო ინტენსიურ შრომას მოითხოვს კაენის შესაწირი მრავალგზის დაღვრილი ოფლის და ღვთისმიერ დაწყევლილი მიწის ეკალბარდებთან ბრძოლის შედეგი იყო. დაბადების მესამე თავის
მე-17 მუხლიდან მე-19 მუხლის ჩათვლით. კაენს მიწა უნდა გაესუფთავებინა ქვების, ჯირკების და სხვა ნარჩენებისგან. შემდეგ მას მოხვნა და გაფხვიერება ესაჭიროებოდა. კაენი რგავდა, რწყავდა, ანოყიერებდა და მარცვლეულს იცავდა. შესაწირი რომ შეენარჩუნებინა, მას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. რატომ არ მიიღო ღმერთმა კაენი? მაშასე, უნდა დავსვათ კითხვა, თუ რატომ არ მიიღო ღმერთმა კაენის შესაწირი, როცა ამ უკანასკნელმა გაცილებით მეტი იშრომა. პასუხი მის მშობლებში უნდა ვეძიოთ. ბაღში ღვთის ყველა ქმნილებას საფარველი ჰქონდა. ცხოველები ბეწვით შეიმოსნენ, თევზები ქერცლით, ხოლო ფრინველები ბუმბულით. ვერასოდეს ნახავთ პოლარულ დათვს ჯინსებში. მას დამატებითი საფარველი არ სჭირდება. არც ადამი და ევა იყვნენ გამონაკლისები. მათ არ ჰქონდათ ფიზიკური საფარველი ანუ სამოსი. მათ მხოლოდ დიდების გვირგვინი ედგათ. მერვე ფსალმუნის მე-5 მუხლი. გვირგვინი შემოფარგვლას ნიშნავს. ისინი ამით იყვნენ დაფარულნი. ღმერთმა ისინი დიდებით შემოსა და ეს იმდენად მოჭარბებული იყო, რომ მათ თვალში ფიზიკურ სიშიშვლესაც ფარავდა. სწორედ ამიტომ ამბობს წერილი, ორივენი შიშვლები იყვნენ ადამი და მისი დედაკაცი და არ სცვენოდათ. დაბადების მეორე თავის 25 მუხლი. ისინი სინდისით მართულნი არ იყვნენ. მათი ცხოვრება მთლიანად ღვთის წინაშე მიმდინარეობდა. თავში აზრათაც არ მოსვლოდათ სამოსელის საჭიროება, რადგან ეს აუცილებელი არ იყო. ურჩობის ჩადენისთანავე ყველაფერი შეიცვალა. იქამდე მათი სულები სრულად ბატონობდნენ, ხოლო ცოდვით დაცემამ ხორცი გააბატონა. აკრძალული ნაყოფის ჭამის შემდეგ წმინდა წერილში ჩაწერილი პირველივე სიტყვები იყო. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადაკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. დაბადების მე-3 თავის მე-7 მუხლი. საკვანძო სიტყვაა მიხვდნენ. მათ მიიღეს ცოდნა, რომელიც ადრე არ ჰქონდათ. კეთილისა და ბოროტის შემეცნების პრინციპი გახლავთ ცხოვრება იმის მიხედვით, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. ცოდვით დაცემამდე მათი ქმედებები იმართებოდა არა კეთილისა და ბოროტის შემეცნებით, ანუ რა იყო სწორი და რა არასწორი, არამედ ღვთის შემეცნებით. მათი ზრახვები მორჩილებიდან მომდინარეობდა, რომელიც ნდობამ და სიყვარულმა წარმოშვა. მათ გონებაში კი არა, ღვთის ხელში იყო სწორისა და არასწორის რაობა. ჩვენ ასე გვეუბნებიან. სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა. ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა. მართალია იგი და წრფელი. მეორე რჯულის 32 თავის მე-4 მუხლი. ადამი და ევა ღმერთთან თანხმობაში ცხოვრობდნენ. ღვთის სრული შემეცნებით. კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფის ჭამით ღვთის გარეშე მიიღეს ცოდნის წყარო. თუ რა არის კეთილი და ბოროტი, ამას შეიძლება უწოდოთ მსჯელობის პრინციპი. მათ აღარ სჭირდებოდათ ღმერთი მიმართულების მისაღებად. სწორისა და არასწორის შეგრძნება შიგნით ჰქონდათ. სწორედ ამიტომ დაცემის შემდეგ ღვთის პირველი კითხვა იყო ვინ გითხრათ. დაბადების მე-3 თავის მე-11 მუხლი. როცა ღმერთი კითხვას სვამს, ინფორმაცია არ აინტერესებს. მას თავისი სათქმელისკენ მიჰყავხართ. ღმერთმა უკვე იცოდა, რომ ადამმა და ევამ ხისგან შეჭამეს და საკუთარი სიბრძნიდან ლაპარაკობდნენ. მათ მორჩილება აზრობრივ მსჯელობაში გაცვალეს. რეალურად ღმერთი ამას ამბობდა, ამრიგად, თქვენ იპოვეთ კეთილისა და ბოროტის შეგრძნების წყარო ჩემ გარეშე. როგორც ჩანს, კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი გაქვთ ნაჭამი. ადამმა და ევამ ურჩობისთანავე დაიფარეს სიშიშვლე ლეღვის ფოთლებით, ანუ მიწის ნაყოფით. ამ საფარველის მიუხედავად სიშიშვლეს მაინც გრძნობდნენ და დაიმალნენ. ღმერთი ეკითხება, ვინ გითხრათ რომ შიშვლები ხართ? დაბადების მე-3 თავის მე-11 მუხლი. კეთილისა და ბოროტის ახლად მიღებული შემეცნებით გააკეთეს ის, რაც სწორი მოეჩვენათ, მაგრამ სიშიშვლის აღქმა მაინც რჩებოდა. ასეთი საფარველი არ იყო ღვთიური გზის შესაბამისი. მან თვალსაჩინო დაჩვენა რა იქნებოდა მისაღების საფარველი, ანუ სიშიშვლის შესაწირი, როცა უცოდველი ცხოველი დაკლა და ადამი და ევა მისი ტყავით შემოსა. ეს იყო ღვთის მიერ დადგენილი წესი და არა მიწის ნაყოფი.
იმ დროისთვის ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდა ღმერთს, მაგრამ კაენმა და აბელმა ეს კარგად იცოდნენ. მშობლებმა ასწავლეს, რა იქნებოდა ღვთისთვის მოსაწონი შესაწირავი. ამრიგად, როცა კაენმა მიწის ნაყოფი მოიტანა, ღვთისთვის ისევ მიუღებელი აღმოჩნდა. ის ღმერთს საკუთარი შეხედულებით ემსახურებოდა. კაენს თანდათან იზიდავდა წყევლა, რომელიც მსჯელობის გზით მოქმედებს და სწორისა და არასწორის განსაზღვრით იღებს გადაწყვეტილებას. ეს გზა განსხვავდებოდა მისი ძმის, აბელის ბავშვური მორჩილებისგან. შენ უნდა იბატონო მასზე. წერილი გვეუბნება. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაინისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც. ებრაელთა მე-11 მეოთხე მუხლი. ახალი აღთქმის ავტორმა აბელის მორჩილება რწმენას გაუტოლა. მომდევნო თავში ვისწავლით, რომ ნამდვილი რწმენა მორჩილების ტოლფასია და მასვე ეფუძნება. ნამდვილი რწმენა მორჩილებიდან მომდინარეობს და არა სწორისა და არასწორის შეგრძნებიდან. მას შემდეგ, რაც კაენი მიხვდა, რომ მისი ძალისხმევა და შესაწირი ღვთისთვის მისაღები არ იყო, დიდად გაბრაზდა და მოეღუშა სახე. დაბადების მე-5 მუხლი. ასეთია ფარისეველი, რელიგიური პიროვნების კლასიკური რეაქცია, როცა მას ჭეშმარიტების წინაშე აყენებენ. ის ბრაზდება. ბიბლიაში არაერთ გზის ნახავთ, რომ ეს სიმართლეა, ასეთ ბრაზს სიამაყე კვებავს და ღვთისნებას და გზებს უარყოფს, რომ საკუთარი განახორციელოს. ღმერთი თავისი მოწყალებით შეეცადა კაენისთვის თვალის ახელას და კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე? თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? დაბადების მე-6 და მე-7 მუხლი. სიკეთის ქმნა ღვთის მორჩილებას ნიშნავს. მას შესაწირის მიღებას მორჩილება ურჩევნია. უფალს არაერთ გზის უთქვამს თავისი ხალხისთვის, რომ აღარ სურდა მათი სიმღერების და ინსტრუმენტების ხმის მოსმენა ან მათგან შესაწირის მიღება. რატომ? რადგან ვეძახდი და არ იყო პასუხისგამცემი. ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა. ესაიას 66 მუხლი. ისინი მსხვერპლს წირავდნენ, მაგრამ ღმერთს არ უსმენდნენ და მის ნათქვამს არ ემორჩილებოდნენ. თაყვანისცემის უმაღლესი ფორმა მორჩილება გახლავთ. ვიცით რა ეს? თავისუფლად შეგვიძლია სიკეთის ქმნის ნაცვლად დამემორჩილე ჩავსვათ დაბადების წიგნის ზემო მოყვანილ მუხლში, რომელიც ასე წაიკითხება. კაენ, რად გაბრაზდი? ასე მოქცევა საჭირო არ არის. თუ დამემორჩილები, შენი ძმის მსგავსად, მიგიღებ შენც და შენს შესაწირსაც, როგორც აბელი და მისი მსხვერპლი მივიღე. უფალმა კაენი გააფრთხილა, თუ სიკეთის მქმნელი არ ახარ, თუ არ დამემორჩილები და შენს ამჟამინდელ აზროვნებაში გაჯიუტდები, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე. დაბადების მე-7 მუხლი. ყურადღება მიაქციეთ ორ საკითხს. პირველი, ცოდვას, დაუმორჩილებლობას. სურვილი აქვს. ურჯულოების ბატონი, სატანა, არის დაუმორჩილებლობის უკან მდგარი ძალა. მას შემდეგ, რაც ადამმა ამ ძალას შემოსვლის ნება დართო, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, ყველა და ყველაფერი აკონტროლოს და იბატონოს. ეს იმ ბოროტ მეცნიერს გავს, რომელმაც ჩვენს ატმოსფეროში აღურიცხავი მოცულობის რადიოაქტიური აირი შემოუშვა. აირი ყველგან მიდის, იმ ადგილასაც კი, სადაც თავად მეცნიერი არ იმყოფება. მან მომაკვდინებელი და მძლავრი ძალა აამოქმედა. სასიკვდილო აირს მხოლოდ ის ადამიანები გადაურჩებიან, რომელთაც დამცავი აირწინაღი უკეთიათ. წმინდა წერილი ნათლად ამბობს, ვიცით რომ ღვთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს. 1 იოანეს მე-19 მუხლი. ამ საკითხის გასააზრებლად კიდევ ერთი მაგალითი იქნება ცოდვის სურვილის, ანუ გულის თქმის შედარება გრავიტაციის კანონთან. ეს მუდმივი ძალაა, რომელიც ყოველთვის და ყველაფერზე მოქმედებს. თუ შენობის სახურავიდან გადმოაბიჯებთ, ამ კანონის ძალას ძალზე მწარედ იწვნევთ საკუთარ თავზე და უმაღლესი წერტილიდან უმდაბლეს წერტილში აღმოჩნდებით. შესაძლოა ჩამოვარდნა არ გინდოდეთ,
ან ამ კანონის შესახებ არაფერი იცოდეთ, ან არ გჯეროდეთ, მაგრამ მასთან შეხვედრა მაინც მოგიწევთ. ერთ დღესაც მეცნიერებმა სხვა კანონი აღმოაჩინეს. ჰაერში აწევის კანონი. მათ გაიგეს, რომ აწევის კანონი გრავიტაციისას აღემატება, თუ სათანადო პირობები იქნება დაცული. გამჭრია ხმა ადამიანებმა აწევის კანონზე დაფუძნებით შექმნეს აეროპლანი. როცა თვითმფრინავით მიფრინავთ, თავისუფალი ხართ გრავიტაციის ზემოქმედებისგან და უმდაბლეს წერტილში არ ვარდებით. წერილი გვეუბნება, რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან, რომელთა მერვე თავის მეორე მუხლი. რა საოცარი ამბავია. ხშირად დაუფრინავ. მსოფლიოს მასშტაბით სახარების გაცხადების 30 წლიანი გამოცდილება მაქვს. და ამ დროის მანძილზე თითქმის 10 მილიონი მილი გადავლახე. როცა თვითმფრინავში ვჯდები, ძალიან მახარებს ამბავი, რომ აწევის კანონი გრავიტაციის კანონისგან მათავისუფლებს. და მაინც, თუ პილოტი ძრავის გამორთვას გადაწყვეტს და ფრთები დაიკეცება, თვითმფრინავი მიწას დაენარცხება მიზიდულობის კანონის სრული დაცვით. უკვე ვეღარ ვიბატონებთ გრავიტაციის ძალაზე და გვძლევს ის, რასაც ადრე სიამოვნებით ვმართავდით. წერილი იგივე თავში აცხადებს, ამიტომ ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ, ვინაიდან თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აღწდებათ, რომელთა მერვე თავის მე-12 და მე-13 მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის სულის რჯული გვათავისუფლებს ცოდვის რჯულისგან, ეს უკანასკნელი ხელუხლებელი რჩება. ჩვენი დაცვა, ანუ მასზე ბატონობა შესაძლებელია ნამდვილი რწმენით, მორჩილებით, რომელიც ჩვენი გულებიდან მოდის. სიცოცხლის სულის რჯულს რწმენის რჯულიც ეწოდება, რომელთა მესამე თავის 27 მუხლი. ვიცით, რომ რწმენის რჯული ცოდვის რჯულზე ძლიერია. ნამდვილი რწმენა განიმარტება როგორც მორჩილების შესატყვისი საქმეები. იაკობის მეორე თავის მე-19 მუხლიდან 23 მუხლის ჩათვლით. რწმენა და მორჩილება განუყოფელია, რადგან მორჩილება ნამდვილი რწმენის ნიშანი გახლავთ. აბელი რწმენით, ღვთის მიმართ მორჩილებით გაბატონდა ცოდვისა და სიკვდილის რჯულზე. კაინთან საუბრისას ღმერთმა ის გააფრთხილა. ცოდვის სურვილი შენსკენ ისწრაფვის, როგორც გრავიტაციის სურვილი, ანუ ზეგავლენა მოქმედებს ნებისმიერ მყარ საგანზე. თუ დამემორჩილები, მასზე იბატონებ, როგორც აწევის კანონი ძლევს გრავიტაციას. ცოდვაზე ბატონობა შესაძლებელია მორჩილებით. ღია მისადგომელი. მეორე საკითხი, რომელიც ღმერთმა კაინთან საუბრისას გამოკვეთა, შემდეგი გახლავთ. თუ სიკეთის მქმნელი არ ახარ, არ მემორჩილები, ცოდვაა ჩასაფრებული კართან. დაბადების მე-4 თავის მე-7 მუხლი. ყურადღება მიაქციეთ, რომ მან გამოიყენა სიტყვა კარი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მეტაფორული კარი. ამის შესახებ გსმენიათ თუ არა, ის მაინც არსებობს. ეს კარი თქვენი ცხოვრების კარიბჭეა. ამ შემთხვევაში ის გახლავთ ცოდვისა და დემონური ძალების მისადგომელი წერტილი. ღმერთი თავიდანვე გვეუბნება, რა აღებს მას ცოდვისა და დემონური ზეგავლენისთვის და რა კეტავს. და უმორჩილებლობა აღებს, ხოლო მორჩილება მყარად კეტავს. რა შემთხვა კაინს? ის გაჯიუტდა საკუთარ აზრებსა და მსჯელობაში, მის გულში შური შევიდა, რაც სწრაფად მოჰყვა განაწყენებას. შემდეგ მოვიდა სიძულვილი. მკვლელობის ჩაფიქრებამაც არ დააყოვნა და მოკლე დროის შემდეგ კაინმა თავისი ძმა რისხვაში მოკლა. ის აგრესიული გახდა და სრულიად დაკარგა ღვთისშიში. თავისი დამოკიდებულება ღვთის მიმართ უტიფარ პასუხში გამოხატა. როცა უფალი ძმის ამბავს ეკითხებოდა, არ ვიცი, განაჩემი ძმის დარაჯი ვარ? დაბადების მე-4 თავის მე-9 მუხლი. იგი ცრუობდა, რადგან ნამდვილად იცოდა, სად იყო მისი ძმა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ღმერთმა კარგად იცოდა, სად იყო აბელი. ასე ხდება, როცა ადამიანი თავის ცხოვრებაში მორჩილების გამოჩენას საკუთარი ნააზრევით ხელმძღვანელობას ამჯობინებს. ის კარგავს სულიერი საგნების რეალობასთან კავშირს. ღვთისხატება საკუთარ დონესა და შეზღუდულობამდე დაჰყავს და თავი ღმერთზე ბრძენი ჰქონია. ასეთი პიროვნება არ არის სახჭკუაზე.
ლუციფერი ამის უმთავრესი მაგალითია. ურჯულობიდან აღმოცენებულმა მსჯელობამ ის მიიყვანა აზრამდე, რომ ღვთის დამხობას შეძლებდა. რა უგუნურებაა. და მაინც მან მრავალი გაიყოლა ამ გზაზე. ესაიას მე-14 თავის მე-12 მუხლიდან მე-17 მუხლის ჩათვლით. კაენისა და აბელის მეგობრები რომ ყოფილიყავით და შიდა სამზარეულოს ამბები არ გცოდნოდათ, მთელი ეს ვითარება საგონებელში ჩაგაგდებდათ. როგორ შეეძლო უსულგულო მკვლელობის ჩადენა ადამიანს, რომელმაც თავიდან გულმოდგინედ დაიწყო ღვთისმსახურება? ეს როგორ მოხდა? მან თავისი სამშინველის კარი ცოდვის რჯულს გაუღო, რადგან ურჩობაში გაჯიუდდა. გაგიგონიათ გამოთქმა, მიეცი 1 ინჩი და მთელ მილს წაგართმევსო. ის სრულყოფილად აღწერს ურჩობის რჯულს. თუ მას ცოტათი გაუღებ კარს, კაშხალზე გაჩენილ ბზარს დაემსგავსება. საბოლოოდ, წყალი ნიაღვარივით გადმოხეთქავს. სახარებით ხალხის მომსახურების პატივი მქონდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე არაერთხელ გავხდი ზემოხსენებული რჯულის მოქმედების მოწმე. მინახავს ღვთისმსახურებისთვის ენთუზიაზმით ანთებული ადამიანები. ისინი აქტიურობენ ეკლესიებში და გამუდმებით იესოზე ახარებენ. ისინი კაენს გვანან, რომელმაც გულმოდგინედ დაიწყო მსახურება. გადის დრო და გარკვეულ ვითარებებში აღმოაჩენენ, რომ ზოგიერთ სფეროში ისევ აქვთ საკუთარი ნების გატანის სურვილი. ეს შეიძლება კაენის მსგავსად მოხდეს ღვთის ძალაუფლების ან გადაცემული ძალაუფლების საწინააღმდეგოდ. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე ძალაუფლებასთან დამოკიდებულებას ეხება. ვუყურებდი ასეთები როგორ აცხადებდნენ უარს თავიანთი ნებასურვილის დათმობაზე და ჯიუტად მიიწევდნენ საკუთარი გზით. დროის ამბავია თუ როდის წალეკავს მათ ცხოვრებას ურჯულოების ნიაღვრები. შესაძლოა ეს არ გამოვლინდეს მკვლელობის სახით, მაგრამ ერთი რამ ცხადია. მისი რაღაც ფორმით გამომჟღავნება გარდაუვალია. ასეთების ხორცს სიხარბის, სიძულვილის, რისხვის, უპატიებლობის, ჩხუბის, ჭორაობის, სექსუალური ცოდვების ნიაღვრები ემუქრება და 1000 სხვა სახის ბოროტებით შებორკილები ხდებიან. ხშირად ასე ხდება, რომ მოტყუებულ და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები თავს მართლად მიიჩნევენ ღვთის წინაშე, ხოლო ყველა სხვა ძალაუფლება მათ თვალში უკიდურესობაშია გადავარდნილი, ლეგალისტურია და საერთოდ არაფერი გაიგება. კაენის ანალოგიურ შემთხვევებში ღვთის უშუალო ძალაუფლების წინააღმდეგ ამოხებულები მის ხატებას, ავტორიტეტსა და ძალას აკნინებენ და ადვილად მართვად დონეზე დაჰყავთ, რითაც უსაზღვრო უპატივცემულობას იჩენენ. ისინი მის უფლობას აღიარებენ, მაგრამ რეალურად საკუთარი შეხედულებით შექმნილ ხატებას ემსახურებიან. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ საკუთარი არგუმენტები გულში ღვთის ტახტსა და ძალაუფლებაზე მაღლა დააყენეს. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ვერ ხედავენ თავიანთ ნამდვილ მდგომარეობას, რაც მათ გულებში სიცრუის დამკვიდრებამ მოიტანა. კაენის გული ყმაწვილ კაცობისას ღვთისმსახურებისთვის სკერდა. მაშინ მისთვის რომ გეთქვათ, ერთ დღეს საკუთარ ძმას მოკლავ, ელდანაცემი სასწრაფოდ გიპასუხებდათ. შეუძლებელია. ამას არასოდეს გავაკეთებ. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მან ცხოვრების კარი ურჯულოებას გაუღო და ის ჩაიდინა, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდა. ეკლესიის წიაღში ან მის გარეთ მყოფი ადამიანები ერთ დღესაც უფლის წინაშე წარდგებიან და მათივე ურჯულოების გამო გასამართლდებიან. მათი ცხოვრებისთვის თვალი რომ გედევნებინათ, არ იფიქრებდით, რომ სიცოცხლის დასასრულს ასეთი ხვედრი არ გეპოდათ. ახლაც კი არ ჰქონიათ, რომ ურჯულოებაში ცხოვრობენ, თუმცა განკითხვის დღეს, როცა ჭეშმარიტება გამოვლინდება, ისინი გაოცდებიან, როგორ გადავუხვია ასე ძალიან ღვთიური გზების მორჩილებიდან. სამწუხარო პასუხი იქნება, რომ არ შეიყვარეს ღვთის საფარქვეშ დარჩენის ჭეშმარიტება. მოტყუებული ადამიანებისთვის ერთადერთი იმედი არსებობს, რომ ღვთის მოწყალება თვალებს აუხელს და მისი ჭეშმარიტების სინათლე სიცრუის შავ ღრუბელს გაფანტავს. ჩემი გულის განწირული ძახილი და ამ წიგნის მიზანია, რომ ადამიანები დაცული იყვნენ ურჯულოების მაცდუნებელი ბატონობისგან, ხოლო უკვე შებორკილებს ჭეშმარიტების სინათლე მოეფინოთ და გათავისუფლდნენ. ჩემი სათქმელი მთელს მსოფლიოს მოუფინე.
და როცა დავინტერესდები, რამდენი ადამიანია ჩავარდნილი ურჩობის სოდვაში, პასუხი ყოველთვის დამამწუხრებელია, როგორც წესი 50%-ზე მეტი. ბევრი განთავისუფლებული აღიარებს, არ ვიცოდი რომ ამბოხებული ვიყავი, სანამ ჭეშმარიტებამ გული არ გამინათა. ასევე მეც ვაღიარებ, რომ არ გახლავართ უმანკო ავტორი, რომელიც ურჯულოების ფარული ძალის თუნებაში არ ჩავარდნილა. არა, მეც ვიწვნიე მისი საშინელი მარწუხები და ღმერთმა თავისი მოწყალებით დამანახა გულისა და გზების შეცდომები. გაგიზიარეთ, რაც ვიცოდი და რისგანაც თავად გავთავისუფლდი. ჩვენი უფლის დიდად მადლიერი ვარ მისი საუცხოო წყალობისთვის. ღმერთი სულგრძელობით გვიხელს თვალებს ურჩობის სფეროში. მაგრამ კაინის შემთხვევის არ იყოს, ჭეშმარიტებას ვერ დავინახავთ, სანამ თავს არ დავიმდაბლებთ. მომდევნო თავში, ჩვენი განთავისუფლების საქმეში გულის მოდრეკის მნიშვნელობას განვიხილავთ და ამავდროულად სიამაყის სასიკვდილო შედეგებსაც გადავხედავთ.